მოგესალმებით მეგობრებო და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ ჩემს ახალ კარაოკე Dynamics და ზოგადად მუსიკალურ Dynamics JBL Party Box Club 120. აქამდეც მინდა რომ გამეკეთებინა ვიდეო და გადამეღო, მაგრამ ველოდებოდი აი ამ მიკროფონებს, რომელიც უნდა ჩამოსულიყო ამერიკიდან. საქმე იმაშია, რომ JBL-ის ამ კონკრეტულ Dynamics არ მოყვება თავისი მიკროფონები. ამიტომ შესაბამისად Amazon-ზე მოგვიწია ყიდვა. შეგახედებთ მე აუცილებლად Dynamics-ად, პრინციპში უკვე Dynamic-ი თქვენ ნახეთ, მოკლე ვიდეოების სახით unboxing-იც დევს და დევს ასევე sound test-ის მცირე ნაწილიც. ასე რომ ვისაც არ გინახიათ, ეს შეგიძლიათ გადახვიდეთ. ამოვყუთავთ აი ამ მიკროფონებს, რომელიც არის თავისი ბრენდის ორიგინალი. ვიყიდეთ Amazon-ზე რა თქმა უნდა და ცალკე $100 დაჯდა ეს სიამოვნება. საერთო ჯამში ამ Dynamics-ში $1200 გადავიხადეთ, აქ ადგილზე შევიძინეთ, ეს კი Amazon-დან ჩამოვიტანეთ $100. ეს არის თვითონ ორიგინალი JBL-ის, ან Harman-ის აკეთებული. აქ გვაქვს ასეთი ნიშანი, რომ ეს არის 2024 წლის გამარჯვებული, საუკეთესო დიზაინის მქონე. აქვე გეტყვით, რომ ეს არის dongle-ით, ანუ wireless მიკროფონებია. ერთი მიკროფონი ძლებს 20 საათი მუშაობას, ხოლო dongle-ით 12 საათის განმავლობაში. აქეთ გვერდიდან უფრო ესე არის დიდი რაკურსით, უკანა მხარეს არის აღწერილობა, თუ როგორი ტიპის მიკროფონთან გვაქვს საქმე და წერია რომ აქ სუფთა ხმა, 24 გიგაჰერციანი გადაცემის სიხშირე, რომ დატენვადი ბატარეა არის, ყველანაირი ტიპის party box-ზე რომ მიდის და ჩვეულებრივად მუშაობს და ასე შემდეგ. და აქვე გვიწერია ესეთ რაღაცა, რომ 10 წუთიანი დატენვის შემთხვევაში 2 საათი იმუშავებს ეს კონკრეტული. ახლა გავხსნათ და ერთად ვნახოთ როგორი მიკროფონები დევს შიგნით. შემოვახიოთ ახლა ეს გარედან. აი ესეთ ყუთშია. დევს და ახლა მოდი გავხსნათ ეს ყუთის ჩვენი მიკროფონები. როგორ არის ჩამაგრებული, თქვენ თუნდაც ხედავთ. ესე ავხსნით და ესე ავხსნით. ხო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ნახეთ რა კარგად არის შეფუთული, ისე რომ ეს ყველი არ ჩაუვიდეს, არ დაზიანდეს და საკმაოდ რბილია და დაცემისასაც წესი დაიცავს. აქ ალბათ გვექნება დამტენი და ინსტრუქცია და ვნახავთ ამასაც და ეს არის dongle, რომელიც ერთდება Dynamics-ში. დანარჩენი ყუთი ძალიან. მოდი ჯერ ვნახოთ ამ კონვერტში რა არის. რა თქმა უნდა, ეს ინსტრუქციები, ეს კი JBL-ის ბრენდირებული დამტენი. დანარჩენი აქ არაფერი არ არის, ცარიელია, გადავაგდეთ. ახლა გაჩვენებთ dongle-ს, შემდეგ შევაერთებთ რა თქმა უნდა და JBL-საც, party box-საც გაჩვენებთ, უნებრივია, დეტალურად დაგათვალებინებთ. ეს ერთდება ნომერ 1 პორტში, აქედან USB დამტენი, როცა dongle-ს უნდა დაიტენოს, აქედან ჩაირთვება და აქედან შეერთდება. მე ესე გამოიყურება. აბა ვნახოთ ახლა მიკროფონები, თვითონ მიკროფონები ვნახოთ როგორი. აი მეგობრებო. როგორ გამოიყურება ეს მიკროფონი, შეხედეთ. რა ლამაზია, რა ორიგინალური დიზაინი აქვს. ნახეთ რა ლამაზია. და როგორ ეტყობა, აწყობის ხარისხი ძალიან მაღალი დონის არის. აქედან ირთვება, ჩაირთო კიდეც, აქედანვე ითიშება მარტივად. ეს მე მგონი უბრალოდ დიზაინისთვის არის, ყოველ შემთხვევაში არ მოძრაობს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს რატომ მომწონს, ნახე, გვერდიდანაც აქვს, წინიდანაც აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მღერი ხარ, ან საუბრობ, არ არის აუცილებელი ეს მხარე მიტანო ერთთან აუცილებლად, როგორც ხშირ შემთხვევაში მიკროფონებს აქვს, არამედ აქედანაც შეიძლება რომ პირდაპირ ესე გეჭიროს. აი აქედან არის დამტენი, აქ USB-C პორტი, Type-C პორტია. არაჩვეულებრივად გამოიყურება, მინდა გითხრათ. ეს ჩავდოთ ისე ვიქცეთ, საიდანაც ამოვიღეთ და მე გავხსნათ და გავტესტოთ, როგორ მუშაობს, მაინტერესებს და თქვენც მოგასმენინებთ, იმიტომ რომ ვისაც წვეულებებზე კარაოკე გიყვართ, შემსავით, რაღაცებს შეგიძლიათ, მოგუდულში სიმღერა, ეს თქვენთვის იდეალური ვარიანტია. მოდი მეორეც ვნახოთ, როგორ გამოიყურება.
მეორე მიკროფონიც ერთვება თუ არა შევამოწმოთ, ნუ აქაც ყველაფერი რიგზია. არანაირი ნაკაწრი, რა თქმა უნდა, არ აქვს. ესეც ერთვება. ესეც ეთიშება. ხო. აი ესე. შესანიშნავი, ძალიან ლამაზი და კოხტა მიკროფონებია და ძალიან მომწონს ამის დიზაინი რა, ძალიან მაგარი დიზაინი აქვს. ნახეთ შეხედეთ. ულამაზესი არის. სურათზე ცოტა ისე ვერ ჩანდა, მაგრამ ხა უფრო მომწონს. როცა შეერთებ, აი ესე წითლდება და რა თქმა უნდა, ჩაქრება მე როცა დაიდენ. ერთი მინუსი რაც დაუჭირი ამას ეს არის, აი ნახეთ, რომ ამოიღებ, მე აღარ ჩადის ისე ადვილად როგორც ამოიღებ. ძალიან რთულად შედის და ეს არის ძალიან ცუდი, უხერხულია ნამდვილად. აი ესე თავიდან ძალიან ჭირს. ეგ მინუსი აქვს, დანარჩენი ჯერჯერობით მინუსი ვერ უყოვა. აი ესე გამოიყურება ჩვენი JBL-ი party box-ი. დავიწყოთ აქედან მიმოხილვა. ეს არის განათებები, აი ჩართავ. ამის განათების რეგულირება შესაძლებელი აქედან. აქ გვაქვს Bluetooth-ი, ეს ბასუსტია, რო ჩართავთ ბასის თემას უფრო აძლიერებს. ეს არის ხმისამწევ დამწევი, ასევე დამპაუზებელი, რომ მუსიკა გაჩერდეს. აქ რა თქმა უნდა რეგულატორი. ეს არის დამატებითი ხმის ეფექტები. ხმის ეფექტები, ეს არის სახელური, რაც აწერია party box. ეხლა გადავიდეთ უკანა მხარეს და შევხედოთ. აი ეგ არის ჩვენი მთავარი მოცემულობა. აქ ერთდება ეგ დონგლი, რაც გაჩვენეთ. აქ არის, რა თქმა უნდა, USB 2 და 1 5 ვატიანი, სადაც შეგიძლიათ შეერთოთ თქვენი ფლეშკა, გარემყარი დისკი ან ნებისმიერი რაღაც და შესაბამისად აქედან დაუკრათ ფაილები. აქ არის AUX-ი. აქ გვაქვს გიტარის და ინსტრუმენტების შესაერთებელი პორტი. ეს არის ხმის რეგულატორი. აქ არის in და out პორტი და აქაც ეს მეორე მიკროფონის სარეგულირებელია. აქ არის ბატარეა, რომელიც იტენება. აქედან ბატარეა, რომელსაც გამოიღებთ და შედებთ მე ისევ შევლა ესე. აგერ არის ეს ბატარეა, ეს გამოდის, შეგიძლიათ ცალკე დამოუკიდებლობითაც დატენოთ და ასევე შეგიძლიათ აქედანვე დატენოთ. აი ესე შეერთებული. და აქედან დენის შესაერთებელი, სხვა მეტი არაფერი არ არის. მარტივი, პრაქტიკული და ესეთი მშვენიერი სისტემა გახლავთ ეს JBL party box. რა თქმა უნდა party box სხვა სერიებიც აქვს ძალიან ბევრი. ეხლა ჩვენ გადავიდეთ უკვე, გავტესტოთ მიკროფონები როგორ იმუშავებს. რაც შეეხება კონფიგურაციას, აი ამ დინამიკის შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ არ აქვს გარედან ძალიან დიდი ელემენტები, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ რომ დააკონფიგურაციოთ. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება თავისი აპლიკაცია, რომელსაც ქვია JBL party box და შესაბამისად აქედან ხდება მარტივად დაკავშირება. ნუ ეხლა ჩემთან გამორთულია. აი ესე მისცემთ ეთს, აქ ჩამოთვლილია ყველა ეს party box-ი, რაც JBL-ს აქვს და აკავშირებთ ძალიან მარტივად. ჩემი უკვე დაკავშირებული რადგან არის ხა Discovery-ზე აქ. აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ ენა, ნახოთ ვთქვათ ლიცენზიები და ასე შემდეგ. და რაც ყველაზე მთავარია, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ გაასწოროთ ხმა, გაასწოროთ მოცულობა, გაასწოროთ ფერები, იქიდან რაც არის RGB განათება და ასე შემდეგ. ფაქტურად ყველაფრის კონფიგურაცია JBL-მა ადგა და გადაიტანა. აი ამ ყუთიდან, რომელიც ბევრი პნოპკები არ ქონოდა, დაგჭირებოდათ პროფესიონალური ცოდნა აუდიოს გასწორების, მარტივად აპლიკაციაში გადაიტანა და ძალიან მეორე ფუნქცია კიდე შეგ დამატებული, რომელსაც რა თქმა უნდა თუ ვინმეს დაინტერესებს, შემიძლია რომ ცალკე ჩავწერო ამ კონფიგურაციის და ზოგადად აპლიკაციის მიმოხილვაც. შევაერთეთ დონგლი. ხმა ძალიან სუფთა. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვაპარაკობ, იგივეა. მე მგონი სისუფთავეზე აქ პრობლემა არ არის. ბასუსტის ჩავერთით, ავანახოთ 1-2 შვენიერი. არ ჭირდება ხმა მაღალ ლაპარაკი ყვირილი, საკმაოდ დიდი მოცულობა ხმის რა. ის კარგია ნამდვილად, ისე რომ არ ჭირდება ზედმეტი კონფიგურაციები.